მოგესალმებით, ორშაბათის საღამოა, ჯანმრთელობის მატრიცა და გიბრუნდათ. ჩვენ თავიდან როგორც ვთქვით, მხოლოდ ნეოლაბის ექიმები არ იქნებოდნენ ამ პოდკასტში და მოვიწვევდით მეგობარი კლინიკების ექიმებსაც. დღეს სწორედ ასეთი პოდკასტი გვაქვს. ნეოლაბის მეგობარი კლინიკა მრჩეველი, რომლის ორი წარმომადგენელი ყავს, ნუტრიციოლოგი სალომე გოგლიძე და გასტროენტეროლოგი ჯაბა ზაგქუა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გვეხარია რომ ჩვენთან ხართ. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ეს არის საკვებთან დაკავშირებული მითები ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად სამედიცინო მითები არის ძალიან დიდი პრობლემა და არის ისეთი სტერეოტიპები, რომლებიც ყველაც არის ძალიან ძნელი, აი ჯაბაც ცდილობს, მე სალომეც ყველანი ვცდილობთ, მაგრამ ურთულესია და კვებასთან დაკავშირებული მითები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აი მაგალითად უამრავი ადამიანი იტანჯება გაურკვეველი შეზღუდვებით, მთელი ცხოვრება არ ჭამს რომელიღაცას საკვებს, იმიტომ რომ ჯერა ან ვიღაცამ ურჩია სამწუხაროდ ზოგჯერ ექიმაც, რომ ეს მისი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და არა და ასე სულ არ არის. თითქოს სადავა ხოლმე რომ ნუ კარგი არ შეჭამს და ნუ შეჭამს, რომ ასე არ არის. ზოგ ადამიანს სატანჯველად აქვს ცხოვრება, მაგრამ კვება არის ჩვენ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ადამიანები სოციალურ კავშირებს ამყარებენ სადილით, ვახშმით, ასე შემდეგ და ზოგჯერ მართლაც სატანჯველად აქვს ადამიანებს ცხოვრება გადაქცეული სრულიად გაურკვეველი შეზღუდვებით. ჯაბა, შენთან გადმოვალ კითხვით, მეთანხმები თუ არა რომ ეს ასეა, იმიტომ რომ შენთან ყველაზე მეტი ასეთი ადამიანი იყრის ალბათ თავს და ძირითადად რა ტიპის გაურკვეველ უაზრო შეზღუდვებს აწყდები ხოლმე, რასაც ხალხი თავს უწესებს. აი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. წარმატებებს უსურვებ შენს ამ წამოწყებას, იმიტომ რომ მეტი საჯარო ექიმის მე პირიქით მომხრე ვარ, იმიტომ რომ ვინც იცის იმან თუ არ ლაპარაკობენ ისინი, ვისი აზრიც ხშირ შემთხვევაში საერთოდ არაფერთან ახლოს არ არის და სწორედ ისეთ ხალხი რო ლაპარაკობს ძირითადად და საჯარო სივრცეს რო ავსებს ისეთი ხალხი, რომლებსაც სამი ფურცელი ჯამში არ ექნება წაკითხული მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგიტომაც არის 1000 მითი გავრცელებული მერე, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას ამახინჯებს და ერთ-ერთი ყველაზე ასეთი გაყიდვადი, კარგად გაყიდვადი და ნახვადი და დალაიქებადი და დაშეარებადი პროდუქტი არის კვება. თუ ადამიანი დღეს არის რაღაცა ძალიან უსაქმური და აქვს smartphone-ი, შეუძლია ძალიან ბევრი მილიონებიც კი იშოვოს კვებაზე სისულელეების ლაპარაკი. იმიტომ რომ ნუტრიციოლოგიაც, მათ შორის გასტროენტეროლოგიაც, ხო არის რაღაც სფეროები მეცინაში, რომელიც თითქმის ამოწურულია რა და აი ამოწურული არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, სანამ ადამიანი ცოცხალი ვარ, პროგრესი სულ იქნება, მაგრამ არის რაღაც სფერო, რაც აი პროგრესი ძალიან მაღალი და იქ რა ბევრი რამის გაფუჭება ცოტა რთულია რა. მაგრამ აი გასტროენტეროლოგია და განსაკუთრებით ნუტრიციოლოგია ასე არ არის, იმიტომ რომ ეს შესწავლის პროცესში ყოფ მეცნიერებებია ზოგადად მთელ სოფლიოში და საქართველოში კიდევ მით უფრო ბევრი პრობლემა გვაქვს ამ სფეროში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც დღეს ვისაუბრებთ, არის ეს კვებაზე გავრცელებული ერთ-ერთი მითები და რაც ყველაზე მეტად თვალს ბევრი ტიპის მითის შეიძლება შევეხოთ ახლა დღეს, მაგრამ აი ერთ-ერთი რაზეც ყოველთვის გული მეთანახრება, ნუ კაი, არაჯანსაღ პროდუქტს რო თუნდაც გაუგებარი არგუმენტაციით ადამიანი იგრძალავს, ნუ აი ჯანდაბას რა შეიძლება გული დიდად არ დაგწყდეს, რომ მაინც არაჯანსაღია და არაუშავს ახლა თუნდაც არარაციონალური მიზეზებით რაღაცა ძალიან რაღაცის თუ ეშინია და არღებულობს, ნუ არაუშავს. მაგრამ ზოგადად პირადად ადამიანურად შიშით რაღაცეების კეთების მე არ მიყვარს, არ მწამს და არ ვემხრობი ამას რა. მოწევა რომ მოწევა, იმის თავის დანებებაც მირჩევნია გააზრებულად რაციონალურად, ვიდრე შეშინებით და რაღაცეების რაღაცა ჰორორსტორების დახატვით რა. მაგრამ ყველაზე უფრო მეტად სახიფათოც რა, მათ გული მენანება და მარტო სოციალიზაცია არ არის რა, ეხლა კვების თავარი არის, რომ ნუტრიენტებით მდიდარი საკვები მივიღოთ, ხო? და კვება არის ძალიან დაკავშირებული, ანუ კვება და პოლიტიკა არის ერთად რა, იმიტომ რომ როგორც განვითარებად ქვეყნებში სერიოზული პრობლემა გვაქვს რა, კვების, სწორი კვების და მთელი რიგი მიზეზების გამო. ამაზე დღეს ცოტა სხვა ტიპის საუბარი გვაქვს, მაგრამ ამას კიდევ ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ, იმიტომ რომ ნუტრიციოლოგია როგონია ადამიანს რომ უნდა იყოს რაღაცა ვაშლი ყავა საუზმემდე დავლიგოთ თუ საუზმის მე ეგ არ არის ნუტრიციოლოგია. ნუტრიციოლოგია არის როგორ მართოთ მალნუტრიცია, რატო ყავს ამდენი სიმსუქნის მქონე და მეტაბოლური დარღვევების მქონე ადამიანი, ანუ ეს კი არ არის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი, რომ ვიღაცის რაღაცა ბრალეულობა. ეს არის სერიოზულ პრობლემას მიუთითებს. რომელიც იწვევს მე თავიდან არიდება თელწყება პრობლემას და აშენდა. კვების მითს რო დაუბრუნდე ხა ძალიან რო არ გავწდე. ყველაზე მეტად გული მეთანხმება განსაკუთრებით აი ხილის, ბოსტნეულის და ჯანსაღი პროდუქტების ჩივილების გაჩენის შიშით აკრძალვაზე რა. პომიდორი მაგალითად, აი მე და სალომემ ერთხელ ერთ იმაში ვიყავით, რა ქვია,
ბარში მეთქი რაღაც დაწესებულებაში სახინკლე იყო მგონი ძალიან გვიყვარს ეგ ადგილი და რაღაც სალათი რო შეუკვეთეს მოვიდა ისე რა პამიდორი კან გაცლილი და რა უთხარს რომ ჩვენ გავმახვილებთ ყო არ გვინდას კან გაცლილი პამიდორი კანით მოიტანეთ ყო რა თუ შეიძლება თქვა იმიტომ რომ ნუ აი არაფერი კანია რა და არ მაწუხებს და არაფერი პრობლემა არა ჭამხო რა კანია პამიდორს რა ჩაულებრივად იდეაში ეს თვითონ მიმტანსა ძალიან გაუკვირდა რომ რა თქინდა ასე ანუ თუ ის პამიდორი არ არის რაღაცა ხო რა ანუ მოწამლული თუ არ არის და საშინლად არ აყავთ მოყვანილი რავი კანიანი პამიდორია რა ანუ რაღაცა ვერ ხვდები რატომ უნდა გვეშინოდეს რაღაცეების აი არამოტივირებულად და მე მით უფრო გავითვალისწინოთ რომ ეს შიშებია ჩემს როგორც გასტროენტეროლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ტიპის კვებითი ქცევის დარღვევები ერთ-ერთს ვიტყვი უცებ თავიდან არიდებადი კვებითი ქცევის დარღვევა, რომელსაც ქვია ARFID, Avoidant Restrictive Food Intake Disorder. არის ასე დაავადება, კვებითი აშლილობა და ახალ აღწერილი სხვათა შორის, რომელსაც ოფიციალურად არის უკვე დაავადებდია თავისი კოდი აქვს, უკვე ამ წინაწელს მიეცა, რაც არის ჩივილების გაჩენის შიშით მთელი წყება პროდუქტების არ მიღება რა. და ამას აპროვოცირებენ ექიმები საქართველოში. ექიმები, ინფლუენსერები და 100 სხვა ადამიანები. რა ინფლუენსერებმა თავის საქმეში ახლა იმის Instagram-ში და იმის კონტროლი ძალიან რთულია, მაგრამ ექიმებს ცოტა უნდა დავუფიქრდეთ ჩვენ სიტყვებს, როცა ვინმეს რამეს უგრძალავთ. იმიტომ რომ შეიძლება ისეთ რაღაცები დავატრიგეროთ პაციენტთან, რომ სიტყვაზე რაღაცის აკრძალვით, ჯანსაღი პროდუქტის აკრძალვით, აქ და ახლა თავი კარგად კი იგრძნოს, მაგრამ სიბერე ძალიან გაუმწარდეს. იმიტომ რომ იმ აკრძალვას დაამატოს სხვა აკრძალვა, იმას სხვა აკრძალვა, იმას სხვა აკრძალვა, საბოლოო ჯამში მისი გასტროინტესტინალური სისტემა გახდეს უფრო მეტად ცნობიარე, ჩვენი სისტემა არის ფსიქიატრიის ნაწილი და ნერვული სისტემის განყენებულად უჭრანდაუს იზავს ვერ აღიქვა, ვერ განვიხილავთ მისი ნაწილი ერთ-ერთი და რაც უფრო მეტი შეზღუდვა, მით უფრო ღარიბია მიკრობიომი და მით უფრო მეტად გროვდება გაზი და მით უფრო მეტად იწვევს ეს გაზი დისკომფორტს მე ამ ადამიანებთან, რაც გამოიხატავენ ტკივილით, ან მეტი დიარეა აქვს, ან პირიქით ჭექრულობა აქვს და ამავდროულად ხელფერს გასტროენტეროლოგს სხვა ჩივილები ქრონიკული, რომელზეც მე ინიშნება ბევრი წამლები და იხლართება მთელი ეს ისტორია იმის გამო, რომ ოდესღაც რაღაცა მინიმალურ ჩივილზე ან ექიმა უგზალა ყველაფერი, ან თვითონ აიგზალა ყველაფერი, ამ აკრძალვებიდან მე ვეღარ გამოვიდა და მე მოყვა აკრძალვა, მე ახალი ჩივილი იმას კიდევ აკრძალვა და ამავდროულად ძალიან ფრთხილად ვიყოთ რაღაც შეზღუდვებთან რა. რაც არ დაგვენანოს შესაძლებლად ალკოჰოლი, სიგარეტი, junk food-ი, რაღაცა სწრაფი კვების ობიექტები, ბევრი შაქარი, ბევრი მარილი, ანუ რაც ვიცით რომ უეჭველი ჯანს, აი ბილეუსი თუ არ ჩაიხრჩო ადამიანი, არა უშავს, კარგია რა, ბევრი მარილი თუ არ ჭამა, კარგია, მაგრამ ჯანსაღი პროდუქტები, მრავალფეროვანი კვების აკრძალვა სახიფათოა დაზიანდებიან ადამიანებს, მათ ფსიქიკა დაზიანდება, მათი კოჭნაძავის სისტემა რა. მადლობა ჯობა. სალმა, თქვენ რას დამატებთ პირდაპირ ეს კითხვის გარეშე? მოგესალმებით პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ერთადერთი რასაც დავამატებ იქნება ის, რომ ძალიან გრძელი არის გზა ნორმალური დიეტიდან კვებით აშლილობამდე და ვისაუბრებ ისეთ პაციენტებზე, რომლებიც სადღაც შუაში არიან და ამას ვეძახით კვებითი ჩვევის მოშლას, რომელსაც შეიძლება არ დაემართოს რეალურად კვებით აშლილობა, მაგრამ ამ არასწორმა კვებით მეჩვევებმა სერიოზული გავლენა მოახდინოს მათ ცხოვრებაზე. აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეიძლება გარკვეული საკვები ჯგუფების თუ პროდუქტების ამოღებით ამან გამოიწვიოს საკვები ნივთიერებების დეფიციტი. აქედან გამომდინარე ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმაზე მეტად არ ავკრძალოთ საკვები პროდუქტები თუ ინგრედიენტები, ვიდრე საჭიროა და საჭიროა ძალიან იმაზე იშვიათად, ვიდრე ამას ხვდებით ჩვენ ყოველდღიურობაში. მაგალითად, რომ ავიღოთ ზოგიერთი დაავადება, ცელიაკიის დროს საჭიროა, ფენილკეტონურის დროს საჭიროა, ალერგიის დროს საჭიროა. ამის იქით უკვე უნდა გადავწყვიტოთ რა დროს არის საჭირო საკვები პროდუქტების შემოხსენა. ალერგიაც ერთ-ერთი ის თემაა, სადაც ადამიანები მთელი ცხოვრება რაღაც სტერეოტიპ ალერგენებს ეხებიან, მაგრამ არის ხალხი რომ არასოდეს აჭამს ციტრუსებს, მარკს, იმიტომ რომ ჯერათ და ამ დროს შეიძლება საერთოდ კარტოფილზე და სტაფილოზე აქვს ალერგია, კიდე ცალკე. და ამიტომ ძალიან მარტივია ალერგოტესტის გაკეთება და გაგება რაზე გვაქვს ალერგია. ამ დროს ძალიან ხშირად თითქმის არასოდეს არ ამთხოვა ხოლმე, როცა ადამიანები იკეთებენ ალერგოტესტებს, რაზე ეგონათ, ზოგ ჭავის პურზე აღმოაჩნდება ხოლმე, ზოგ სეზამის მარცვალზე და ამ დროს აკრძალვა უნდა იყოს რაციონალური, ხო რა, 1000 ერთჯერ უნდა გაუზომოთ. მოდი ჩვენ ტანი პროდუქტებია ბევრ კონტექსტში. ჩვენთან ზოგს გონია ხოლმე, რომ სიყვითლეს იწვევს. ჰეპატიტიანი პაციენტები ერიდებიან, მაგრამ ეს ერთ-ერთი და ძალიან გავრცელებული, იმიტომ რომ ყვითელ პროდუქტს არ ჭამდნენ, ხო, რაღაცა ძალიან ძველიდან მოდის რა ეს ისინი რა. და კიდევ აი
ძალიან ბევრი პაციენტი ამბობს ხოლმე, რომ და ამაყათ რაღაც, რომ აი არ ჭამს ღორის ხორცს, როგორ გეთხოვდა თავს, ამაზე რა სიტყვით. კონკრეტულად ღორის ხორცზე რო გავამოხულოთ ყურადღება, ნაჯერი ცხიმები, რომელიც გვხვდება ხორცეულში და ცხიმიან პროდუქტში, მაინც და მაინც დიდი რაოდენობით რაციონშიც არ უნდა იყოს. ეს იგივე ითქმის ძროხის ხორცზეც. კი, ნებისმიერ პროდუქტზე, რომელშიც არის ცხოველური ნაჯერ ცხიმებზე გავამახვილებ ყურადღებას რა არის. ეს არის ოთახის ტემპერატურაზე მყარი ტიპის ცხიმები, რომელიც ცხოველ პროდუქტებშიც გვხვდება და მცენარეულშიც, მაგალითად პალმის ცხიმი და ქოქოსის ცხიმი. ეს პროდუქტებიც თუ ისჭარბად მოიხმარება ადამიანის რაციონში, ანუ პროცენტული მაჩვენებელი მისი მაღალია. წვეზე 2000 კალორიის 10%-ზე მაღალია, ეს უკვე დაგროვებითად რისკებს ზრდის სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევების. ხო, აი რამზე უნდა გავამახვილო ყურადღება ალბათ ექიმებმა, ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ ძროხის ხორცია მაინც და მაინც თუ აი ზუსტად უშუალოდ რატომღაც ღორის ხორცზეა ხოლმე აქცენტი. არა იმაზე, რომ ჩვენ წითელ ხორცზე და ნაჯერ ცხიმებზე ველაპარაკ. კი, ზუსტად, ანუ რეალურად არანაირი განსხვავება არ არის, რომელ პროდუქტს შევარჩევ. თავარია, რომ კონკრეტულად ნაჯერი ცხიმები, ანუ ოთახის ტემპერატურაზე მყარი ცხიმები შევამციროთ. საიდანაც ამას პაციენტი იღებს, თუ ეს მას სჭირდება და პალმის ზეთი. პალმის ცხიმი იქნება, ქოქოსის ცხიმი რეალურად ცხვრის ხორცით თუ სხვა პროდუქტიდან მიღებული ჭარბი ნაჯერი ცხიმები პრობლემაა. და არა კონკრეტულად რაღაც პროდუქტი იმ საკვები ჯგუფიდან. ნუ ჩვენ ახლა არც ერთი არ ვართ პედიატრები, მაგრამ მაინც ბავშვთა ყვებას მინდა ორი სიტყვით შევეხო, კიდევ მითები, აი ძალიან ბევრი ოჯახი ძალიან წვალობს და უამრავ ადამიანს სახარში ეკონომიკური პრობლემები აქვს და თქვათ ბოლო თეთრებს შეიძლება იხდიდეს ბავშვთა ყვებაში, მაგალითად ბევრი მითია, რომ აუცილებლად მაგალითად ბავშვმა უნდა ჭამოს მწერის ხორცი, აუცილებლად კურდღლის კურდღლის ხორცი და აი რაღაცა ისეთი სტერეოტიპული შეზღუდვებია ბავშვთა ყვებაშიც და აი ნუ მაგალითად აი ეს მწერის კვერცხი მართლა ესეთი აუცილებელია. კვერცხი არც გამიჩია, მწერის კვერცხი ბავშვმა უნდა ჩავოს. ეს მოდულია. მართლა? მასიურად ასე ყვება. მოკლედ რაღაცა დამკვიდრდება ხოლმე. არავინ არ იცის საიდან მოდის. და მე გადაეცემა რა. ზოგადად მან ჩემი ტაქტიკა არის შემდეგი რამ რა ხან ისევ მიწევს შეხება ძალიან ახლო ფსიქიატრიასთან ჩემი სფეროდან გამომდინარე, როცა ვხედავ რომ ვეხები რწმენებს, ანუ რაღაცა რწმენები შეიძლება იყოს რელიგიის დონეზეც კი აყვანილი რა. და ხშირ შემთხვევაში მეცნიერება აგებს იქ რომ ცდილობს ამ რწმენების და წარმოდგენების განადგურებას აროგანტულად და ძალიან ისე რა ხისტად. რაც ადამიანს, რომლის დახმარებასაც მეცნიერება ცდილობს, აყენებს თავდაცვის პოზიციაში, იმიტომ რომ ის იცავს თავის თავს, უკვე ის იწყებს თავისი ოჯახის დაცვას, თავისი პირადი ღირსების დაცვას, რომ მაშინ რაღაცეების აღიარება მოუწევს, რომ რაღაცებს არასწორად აკეთებდა, შეიძლება ვიღაცაები დააზიანა და ამ შემდეგ. ამიტომ მე არის ცოტა ჩემი აზრით მეცნიერება მებრძოლა წააგო ომი, ბრძოლის ერთი ნაწილი წააგო კოვიდის დროს, როდესაც მეცნიერება წააგო ანტიმეცნიერებასთან, რასაც მეცნიერებაში, რასაც მოყვა დიდი ცვლილებები და რის მერეც ეს მარტო ჩვენთან არ ხდება რა, თელ სოფლიოში ბევრი ისეთი მეცნიერი გახდა საჯარო და სოციალურ ქსელებში ხილვადი, რომელიც აქამდე არ ყოფილა საერთოდ. იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ხო რა, რაღაცა წააგეს რა ეს ბრძოლა ანტიმეცნიერებთან. ბრიყულებთან, რომელსაც ორი წიგნი არ აქვს წაკითხული და ადამიანები არ უყვართ საერთოდ, წააგეს ისეთმა ხალხმა, რომლებსაც ადამიანებიც უყვართ და ჭკვიანებიც არიან რა. და ეს სწორი არ არის ეგ მოცემულობა. ეგ მოცემულობა შეიძლება დროებით პერიოდია, თორემ მაგას მეცნიერება აუღებს ალღოს და ისევ დაიბრუნებს თავის იმ სტატუს კოს, რაც იყო აქამდე, რაც უნდა იყოს წესით რა, მსოფლიოში თუ გვინდა რომ მსოფლიო მიარსებოს რა. ყვებაში ასეა რა. აი როცა ამ მაგიდან ნომერ 5-ზე და რაღაცებს, აი როცა მაგალითად აი კოჭის ყულიანი პაციენტთან მიწევს საუბარი. ხო რა, აი ამ კოჭის ყულიან პაციენტზე როცა მიწევს საუბარი რომ აი კოჭის ყულის დიაგნოზს უსვა მაგალითად ჰელიკობაქტერიით გამოწვევს და არ უნიშნავ არანაირ დიეტას რა. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ისეთი რა, საკმაოდ ინტენსიური დიალოგი გქონდეს პაციენტთან რომ რატო არ უნიშნავ დიეტას, იმიტომ რომ ეხლა მე მესმის მან პაციენტის იქ მიდის და მეზობელს ეკითხება ისე უბრალოდ რა სულელი ხო არა ეს ექიმი რა დიეტა რატო არ დაგინიშნა წავიდის სხვა ექიმი ისე უბრალოდ ვა ჩემო ექიმი აგერ ფურცელი გამომატანა ანუ 10 კაცი ეუბნება რა იმას და ეხლა მაქვს პაციენტების ნდობა, რასაც ხო რა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლიერი ვარ, რომ ვგრძნობ მათ ნდობას, რომ 10 კი არა მილიონმა რო უთხრას, მაინც ენდობიან, რასაც ვეუბნები და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. მაგრამ
მაინც რთულია ხოლმე რა, ხო იცი, ხა მასე არ არის აბსოლუტური რა, ზოგჯერ არ არის ეგ საკმარისი რა, იმიტომ რომ ირგვლივ რო ხა მართლა ყველა რაღაცას გეუბნება, ასე ცოტა გიჭერს რა, რაღაცა რადიკალურად განსხვავებული ქცევა, მაგრამ ეგ უნდა აუხსნა. აი მაგალითად პაციენტს როცა აუხსნი და დაილაპარაკები, რომ საიდან მოდის კუჭის ყურძნის დროს დიეტა. მოდის ადრეული სტალინიზმის ეპოქიდან, როცა იყო ერთ-ერთი მეცნიერი იმდროინდელი ნუტრიციოლოგი და დიეტოლოგი, ექიმი, პეუზნერი, ებრაელი კაცი, რომელიც დასაჯა მე მგონი დახვრიტეს მე მგონი რა მერე რა მე მგონი ექიმების საქმეში მოყვა ხურდაში თუ არ შეიძლება არასწორი თქვა რა მაგრამ ნუ პეუზნერი იყო ეგ ადამიანი რომელმაც ეს დიეტების სხვადასხვა სქემები შექმნა მაგრამ უყურე კუჭის ყლულის ჰეპატიტის რაღაცების დიეტა შექმნილი 1920-იან 30-იან წლებში. დღეს როგორ შეიძლება იყოს ვალიდური ომეპრაზოლიც არ არსებობდა მაშინ. ანუ წყლულის ყურნაობა მაშინ შეიძლება მართლა 1930 წელს რო ყოფილიყავი და ქონოდა წყლული, შეიძლება მართლა დამეცვა რა ეგ დიეტა, იმიტომ რომ არაფერი არ იყო, ქირურგიული დაავადება იყო წყლული და რაღაც სიზღდენა ან დაგემართებოდა ან არა და ამაზე უნდა გეფიქრა. დღეს ხო შეიცვალა მიდგომა, გამოხდა ხანი, კუჭი ჟავიანობის დაქვეითება გამოდგა თურმე წყლულის ყურნაობა, მერე ჰელიკობაქტერია აღმოაჩინეს, მერე ჰელიკობაქტერიის ყურნაობები და იმან დაკარგა უკვე ყავლი გაუვიდა რა იმას. ანუ რაღაცა ეს რაღაცა თაობიდან თაობას რაღაცა ის მართლა რელიგია ხო არ არის რომ ას ცოდნა ასე ბრმად გადავცეთ ყველას. თავის დროს ადეკვატური იყო. ჩვენი დიდი ბებიები არ იყვნენ ბრიყვები და არ ცდებოდნენ თუ 1928 წელს წყლული თუ დაუდგინდათ იცავდნენ რაღაცა დიეტებს. მაგრამ დღეს უკვე უადგილოა რა. ხვალ ასე გამოჩნდება კიდევ დღეს რასაც ვაკეთებთ, ხვალ კიდევ რაღაცა პროგრესი რო იქნება რაღაც დაავადების მართლაც, ასე გამოჩნდებით ჩვენს რაღაც ასე აკეთებენ, ხა არ ვიყავთ არც ბრიყვები ვართ ჩვენი დროის შესაბამისად და არც ბოროტები არ ვართ, მაგრამ დრაც დღეს არის ცოდნა, ასე ვიქცევით დღევანდელი ცოდნის ადეკვატურად, მაგრამ ხვალდაზე სხვანაირი იქნება. ამიტომაც დღეს იმით ხელმძღვანელობა რომ რაღაცა დენიკინის დროს და კარაბადინში რაღაცა წერია და 1920 წელს რაღაცა იყო შეურაცხყოფელი არ უნდა ეწყინოს არავის რომ იმას დრო გაუვიდა დაძოლდა გაუვიდა დრო აღარ არის რელევანტური მაშინ ადამიანი ცხოვრობდა სხვა ხანგრძლივობით დღეს სხვა ხანგრძლივობით ცხოვრობს მაშინ რაღაცა მასშტაბელი სამყარო რო კარგი ყოფილიყო ლენინი იმით არ მოკვდებოდა რა ქვია სიფილისით რაღაცა ელემენტარული ანტიბიოტიკი ეკნებოდა რომ დალევდა და გადარჩებოდა რა და ამხელა იმპერიის მართველი ხო და რაღაცა მოგვარებადი პრობლემებით არ დაიხოცებოდნენ მაშინდელი დიდგვაროვნები ხო არა მაგრამ იხოცებოდნენ რა იმიტომ რომ სხვა დრო იყო მაშინ თო რო ქონდათ რა არ მიიღებდნენ ხა დღევანდელ მოიქცეოდნენ ისე როგორც დღეს საუკეთესო ისაა რა მგონა ასე რომ ეს არ უნდა ეწყინოს აქ ადამიანს როდესაც რაღაცა რაც უთხრა დედამ მამამ ეგ დღეს სწორი აღარ არის ანუ არ არის საწყენი არ არის ეგ რაღაცა არ უნდა სხვანაირად კურნაობდნენ ბავშვობაში მე მაგალითად ჰქონდა ხოლმე ფებრილური გულყრები და სულ სხვანაირად მართავდნენ მაშინ ამას და დღეს სხვანაირად მართავენ რა უყო ეხა ნუ ასე იყო რა და მაგის გამო ვინმეს დანაშაულს არ უყენებ რატო იმოჭავდა რა ხო რა ანუ ასე მასე იყო ეხა თომას მანს რო აქ ეგ აღწერილი მასე იყო შეიძლება ეხა კურორტებზე მაშინ იყო ცოდნა რომ რაღაცა ის უთა ჰაერი არ იყო არაფერი არ იყო და აბა რა უნდა ეკნათ ხო და ეხა შეიცვალა ცოდნა რა ხო კორტები წმინდა თემა ვიცი მანდ ისა ხო და შენ შეგეხვექდება ძირე და ვიცი და მანდას აი ხალხს არ უნდა ეწყინოს რომ ძალიან მაგარი ბუნება გვაქვს და დაწყებული ყველა კურორტი და არასაკურორტო ბუნებაც ძალიან მაგარი გვაქვს ხო მაგრამ ხო ეს ხო აი ღვინოზე არის ხშირად ეგ რა ღვინო რომელიც აი ჩვენი მართლა ისა რა ჩვენი იდენტობის განუყრელი ნაწილი არის ღვინოს ეხა ხო გულწრფელად უნდა ვთქვა ღვინოს ხო იმიტომ არ ვსვამთ რომ ქოლესტერინები გავასწოროთ ან ღვინოს ვსვამთ სოციალიზაციისთვის კარგი განწყობისთვის და სიამოვნებისთვის და ჩვენი წინაპრების ასესვავენ ეგ უნდა ვაღიაროთ ანუ თავს რატო ვიშტერებთ რომ ჩვენი წინაპრები ღვინოს ტრიგლიცერიდების დაწებისთვის ხო არ სვამდნენ იმას წითელ ღვინოს სვამდნენ იმის სასიამოვნო და კარგად წურავდნენ ღვინოს დღეს ღვინოს როცა მოვიხმართ ზომიერების ფარგლებში ვისაც ხმამქრ დაავადებები არა გვაქვს და ეს ხელს გვიწყობს ამისთვის უნდა მოვიხმაროთ სიამოვნებისთვის და არა იმისთვის რომ რეცეპტი დავიდოთ ახლა და ექიმმა გამოგვიწეროს ღვინო და რაღაცა ზედმეტი რაღაცები და ასე ვაუპატიურებთ მართლა იმას რა მართლა ღირებული რაც გვაქვს მართლა აბასთუმანს მართლა ღვინოს რა ჩვენი მემკვიდრეობაა ჩვენია რა რეალურად და მართლა მაგარი რაღაცეები გვაქვს და ზედმეტი რაღაცეები რატომ უნდა გავაფუჭოთ არ მესმის რა როცა ისეაც მაგარი სალომე კიდევ ერთ თემას მინდა რომ შევეხოთ არის გაზიანი სასმელები ეს თემა რაღაც სხვანაირად აღიქმება ჩვენთან და თითქოს ბრალდებული არის ის ნახშირორჟანგის ბუშტუკები. სინამდვილეში აუხსნათ ჩვენს მენელს რაზე ვლაპარაკობთ, როცა ვლაპარაკობთ გაზიანი სასმელების მავნებლობაზე. გაზიანი სასმელების მავნებლობაზე საუბრისას გულისხმობთ შაქარს.
ცალსახად. რეალურად და რა თქმა უნდა, მაგალითად ახლა ევროპაში არსებობს სხვა ქვეყნებში არის უბრალოდ გაზირებული წყალი, რომელსაც ეს გაზი აქვს დამატებული, რაც ჩვეულებრივ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ და დავლიოთ, იგივე წყალია, უბრალოდ გაზი აქვს დამატებული, ეს არაფერს არ ცვლის, გარდა პაციენტებისას, ვისაც შეიძლება ჰქონდეს შებრილობა და გაზაზე აწუხებდეს დისკომფორტი, მორჩა. აქ თავდება სხვა მხრივ. საქართველოს რეალობაში და ზოგადად პაციენტამდე რაც შეიძლება რომ მივიდეს, ეს არის შაქრიანი გაზიანი სასმელები, რომელიც გაზის გარეშეც პრობლემა არის ჯანმრთელობისთვის. და ხალხი როგორც ვიცით ურევს რომ ეს ნაშრომები გამოვიდეს და გონიათ რომ ცუდია და გონიათ რომ ამის გარეშე უსაფრთხოა რეალურად შაქარიან პროდუქტებში რჩება თუ გაზიან ტკბილ სასმელებზეა საუბარი და ის მაინც სარისკო არის ჯანმრთელობისთვის. და ბევრი ჩვეულებრივი ხილის წვენები ფორმალურად აწერია იმ წვენებს, ხო, ძირითადად. შაქარია ზოგადად. ძირითადად არამეთერი განსხვავება არ არის, გაზი ექნება თუ ის. რეალურად ეს წვენები რაც იყიდება დამზადებული შაქარი თითქმის ყოველს აქვს დამატებული, მაგრამ რომელსაც არ აქვს დამატებული, იქაც ყურადღებით უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრი ხილი არის საჭირო იმისთვის, რომ ერთი ჭიქა ხილის წვენი გამოვიდეს და დიდი დოზით არც ეს არ არის მაინც და მაინც რეკომენდირებული ყოველდღურად რომ მივიღოთ, იმიტომ რომ რაოდენობა თვითონ თავისუფალი შაქრების მასშიც მაღალია და თან თავისუფალია უჯრედის. თუნდაც ჩვენი გაწორული იყოს, კი. ამიტომია ძალიან ზოგადად ხილის წვენებზე ძალიან ისეთი გადაჭარბებული ყურადღებაა ჩვენ. არა მარტო ხილის ბოსტნეულისაც. აი ჭარხლის წვენს სულს ბევრი ჩემი ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ან სხვა ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტი საიდანაც ეს მითიც მოდის, რომ ჭარხლის წვენი ღვიძლს წმენს. ზოგადად ეს ღვიძლის გაწმენდაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, ძალიან ბევრი ადამიანს სხვადასხვა პროდუქტებით გონია რომ ღვიძლს იწმენდნენ და ნუ აი ჭარხლის წვენზე მინდა აქ უთხრა კიდევ რომ ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და საერთოდ დეტოქსის ფორუმი საერთოდ ხილის წვენები რამდენად ჯობია ხილს რომ უთხრათ ჩვენ სვენელს რომ პირიქით ხილი არის ნომერ პირველი თლიანი ხილი კანიანად თან გავამახვილებ ამაზეც ყურადღებას, რომ ხშირად თლიან რეალურად ყველაზე მეტი საკვები ნივთიერება ნებისმიერი მცენარეული პროდუქტის გარშია. ხილში ხილის წვენისგან განსხვავებით ხვდებით უჯრედის, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ეს უჯრედისი არ გვხვდება ხილის წვენებში. შესაბამისად, როგორც ვთქვი, უფრო კონცენტრირებულია, თავისუფალი ფორმით გვხვდება მართალია ხილის შაქარი, მაგრამ თავისუფალი ფორმით. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს დიეტის ნაწილი, მაგრამ დოზირება მნიშვნელოვანი არის და გათვალისწინება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის. თორე ხილი ყოველთვის ჯობია. ისიც მრავალფეროვანი, რაც უფრო მრავალფეროვანი და ფერადი არის, უკეთესია ხშირად სვამმა ხოლმე კითხვას, რომელი ხილი ჯობია და რამე ხილი არის თუ არა აკრძალული გარკვეული მეტაბოლური დარღვევების დროს. ეს არც ერთი ხილი არც ერთ შემთხვევაში არის აკრძალული პირიქით, რაც უფრო მეტი ფერის და სახეობის ხილი აქვს ადამიანის რაციონში, უკეთესი არის მისთვის. საგოლა. ჭება ასევე როგორც გასტროენტეროლოგს, არ ვიცი, საიდანაც დამკვიდრებული მითია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სვამს დილით უზმოზე თაფლიან და ლიმონიან წყალს საქართველოში. მართლა კარგია თუ არა? საერთოდ რაიმე სარგებელი მოაქვს? ხო, აი არ ვიცი. კარგი სარგებელი ასეთი რამე, ხა დადასტურებული ახლა სარგებელი ასე არა გვაქვს რა. თაფლიანი და ლიმონიანი წყალის ხო ხდება, აი მექანიზმსაც ვერ ხვდები, აი რატო შეიძლება, ხო რა, აი საიდან მოვიდა. ხა ცოტა მიჭერს ამის ახსნა აი ფიზიოლოგიური კუთხითაც რა. თუმცა მაგ მითების საფუძველი არის ერთი რამე. გასტროენტეროლოგია რახან არის სანახევროდ ფსიქიატრია, ხო? აქ ხშირად წავაწყდებით ასეთ ისტორიებს, არაერთი იქნება, რომ ხშირად ჩვენი სფერო სხვადასხვა დაავადებები თუ ჩივილები გამოწვეული არის არა გასტროენტეროლოგიური სისტემის ყოფრიდან გამოსვლით, არამედ ჩვენს ტვინში არსებული ერთ-ერთი ორგანოთა სისტემის, ლიმბური სისტემის ზედმეტი აქტიურობით, რომელიც არის სტრესზე პასუხისმგებელი. და რაც უფრო განგაშის მდგომარეობაშია ჩვენი ტვინი მოწყობილი და რაც უფრო მეტად აგზნებადია ეს ჩვენი ლიმბური სისტემა და მათ შორის ამიგდალა, მით უფრო მეტად არის აგზნებადი HPA-X-ისი, რაც არის ამ სტრესზე მოპასუხე მთავარი ორგანოთა ასე ვთქვათ წყება, ჰიპოთალამუს, ჰიპოფიზ, თირკმელზედა, ჯირკვლის ღერძი, რომელიც გამოიმუშავებს სტრეს ჰორმონს. ახლა რატო ყვები ამას?
ხშირ შემთხვევაში, როცა პაციენტს გასტროჩივილი აქვს, შესაძლოა მის გასტროჩივილის პირველადი წყარო არ იყოს ნაწლავის კედელი, კუჭის კედელი და ამ შემდეგ. თუმცა ჩივილი ქონდეს აქ მუცელში და კუჭში და მართლა კი არ ელანდებოდეს, მართლა ქონდეს ეს მასე. არამედ მიზეზი იყოს ტვინში არსებულ აი მაგ ორგანოთა სისტემაში. და მანდ წარმატებული შეიძლება იყოს ის პროცედურა, ის მკურნალობა, ის ექიმი, ის ადამიანი ზოგადად, ვინც ამ ლიმბურ სისტემაზე მოახდენს კონტროლის დამყარებას რა. მაგიტომაც შევხვდებით არაერთ ისტორიას ბევრი ფრუსტრირებული პაციენტისა, რომლებიც ყვებიან, რომ იმ ექიმთან ვიყავი, ამ ექიმთან ვიყავი, მოვიარე მსოფლიო და ეს მარტო ჩვენთან არ არის ასე. გასტროენტეროლოგიაში მსგავსი ისტორიები ძალიან გავრცელებულია რა ზოგადად ევროპის ქვეყნებში ასე უეფექტო მკურნალობებით სავსეა ჩვენი სფერო რა იმიტომ რომ ზუსტად მაგის გამო ზუსტად იმის გამო რომ წარმატებული იქნება ის პროცედურა რომელიც დაამყარებს კონტროლს ამ ლიმბურ სისტემაზე რომელიც გააქტიურებს ტვინში ცოტა სხვა ორგანოთა წყებებს პრეფრონტალურ კორტექსს რომელიც არის უფრო რაციონალური ტიპი და რომელიც დათრგუნავს ამას და ადამიანის ტვინს ცოტა განგაშის მდგომარეობიდან გადმორთავს ცოტა უფრო ნორმალურ მდგომარეობაში ახლა რატომ მოვაყოლე ეგ ისტორია აი ეს ლიმბური სისტემის დათრგუნვა შეიძლება გააკეთოს ვიღაცამ ჩხიბალმა ვიღაცა ჰომეოპათმა რაღაცა ლიმნიანმა წყალმა რაღაცა თაფლიან მაწვა ვაშლის ზღამა რისაც ვიწამებთ იმან შეიძლება გააკეთოს ეს მაგიტომ აქვს რომ აქ წმენის ეფექტებთან ძალიან შეხება მაქვს ყოველდღიური და მაგიტომ არის რთული გასტროენტეროლოგის საქმე პაციენტი და აბარა და აქ ჩემს სფეროში და მრავალწლიანი ტკივილი გაუმჯობესებულა კარგი კონსულტაციის მერე რომ გამოსვლია კონსულტაცია რომ ხედავ რომ პაციენტი მენდობა და ვახერხებ მის ტვინში ზედმეტად აგრძელებად ლიმბურ სისტემაზე კონტროლის დამყარებას ზუსტად ცოდნია რომ აი რაღაცა ელემენტარული წამალი რომელიც 10 მაგდენი აქვს სხვა ექიმს დანიშნული ზუსტად ცოდნია რომ ეს იქნება ეფექტური და ასევე ზუსტად ცოდნია რომ როცა ხედავ რომ აი ვერა რა არ გამომდის შეუძლებელია ვერ ვახერხებ ამოვწურე ძალები არა მილიარდი წამალიც რომ დავნიშნო ზუსტად ვიცი რომ ჩივილზე კონტროლს ვერ დავამყარო და ზუსტად ვიცი რომ ვიქნები ერთ-ერთი მორიგი ექიმი ამ პაციენტის ცხოვრებაში ჩემს ვერ კიდევ წავალ სხვასთან მე წავალ სხვასთან და ეს ნორმალურია ამას რაღაცა განშის გამო არ ვამბობ და შეიძლება მის ჩივილებზე კონტროლი დაამყაროს რაღაცა ლამარად ეიდამ და ამ შემდეგ და მაგიტომ არის მინდა რომ გავფრთხილდნენ პაციენტები რომ ეს სახიფათო სფეროა მაგ კუთხით რა ლიმნიანი წყალი იქნება ვიღაცისთვის ეფექტური რაღაცა დაივიწყონ ისთვის რა არის ეფექტური თავის ორგანიზმური დაუგდონ არჩიონ ექიმისაც ენდობიან და ეცადონ რომ ექსპერიმენტები რაღაცა დონით მოსულა რა როცა ვასია რა როცა უსაფრთხო ეგ ექსპერიმენტი და ვიცით რომ ახლა დია ჩვენ თავს არ დავაზიანებთ მაგრამ აი ამ ექსპერიმენტების პრომოცია ამის აგრესიული ქადაგება რომ აგერ და აი ყველა დებილია და მე მივაგენი ამას და ყველამ ეს დალიეთ და ამის აგრესიული რაღაცა გავრცელება რაღაცა არაფერზე დაფუძნებული რაღაცის შეტენვა სხვა რამის სხვა მარკეტინგი იმიტომ რომ ყიდიან თავის ვიდეოს ყიდიან და თავის რაღაცა კონტენტს ყიდიან რა კონტენტად აქცევენ ამ თავის ჯანმრთელობას შემთხვევაში ეგ ძალიან სახიფათოა ამას არ ურჩევდი ადამიანებს რომ ეს გააკეთონ იმიტომ რომ ვიღაცებს დააზიანებენ სერიოზულად თითქოს უწყინარი რაღაცა არხლის წვენითაც კი ვიღაცებს დააზიანებენ ოღონდ მოდი მათ ხაზი გაუსვათ რომ ღვიძლი ახსენე რა ეს გასტროზე მაქვს ეგ საუბარი თორე ღვიძლზე არა მაქვს ღვიძლი უფრო ღვიძლზე არ არის ეს ფსიქიკა რაღაცეები ღვიძლზე მასე არ მოქმედებს რა ანუ ღვიძლ-ტვინის კავშირი მასე დადგენილი არ არის ასე რომ გასტროენტეროლოგიაში ჩივილი სუბიექტური ჩივილების სადაც არის ეგაა ცოტა სპეციფიკური სფეროა მაგით ცოტა უცნაური სფეროა და ღვიძლზე იქ კიდე უფრო აი ღვიძლის პაციენტი მე რო ვიყო კიდე უფრო მეტად გასტროპაციენტი რო ვიყო ხო ვენდობოდი მტკიცებულებებს მეცნიერებას უფრო მირჩევნია რომ ამას ვენდო ვიდრე რაღაცა იმეებს რა ვიღაცებს არაფერზე დაფუძნებულ რაღაცებს მაგრამ ღვიძლის პაციენტი რო ვიყო კიდე უფრო მეტად მომინდებოდა მტკიცებულებებს ვენდო იმიტომ რომ იქ ვერ იქნება ეფექტური შანსი არა აქ თუ ვიღაცა იფიქრებს ადამიანი რომ ეხლა მე მიშველის ჭარხლის წვენი და შეიძლება მართლა უშველოს ბჭყალებში იმ კუთხით რომ დაამშვიდებს მის ტვინში ამ სტრესზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს ღვიძლზე ვერაფერს ვერ დაამშვიდებს ვერც ჰეპატიტს ვერ განკურნავს ის ჭარხლის წვენი და ვერც ღვიძლის ციროს გაუმჯობესებს და შეიძლება მკურნალობა დააგვიანოს და თავი დაიზიანოს რა ეს თუ გავითვალისწინებთ ახლა სოციმედიაში ძალიან პოპულარული თემა არის ღვიძლის გამწმენდი წვენები და პროტოკოლები თან რომელიც მოიცავს ბევრ ეტაპს ღვიძლის გაწმენდის რეალურად არც ერთს არ აქვს მტკიცებულება უკან და შეიძლება საკმაოდ საშიში იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ წვენებზე და შიმშილზე გარკვეული პერიოდის მანძილზე. კი, დეტოქს ჩაი. ღვიძლთან დაკავშირებით ახლა ძალიან პოპულარულია რაღაც, იმიტომ რომ თან მან ადამიანებს აქვს ურჩევნიათ რაღაც ეგეთი ადვილი გზა ეძებონ და მაგალითად მიიღონ ალკოჰოლი, იმიტომ რომ ამით გონიათ რომ აბალანსებენ და მთავარი საკითხი რომ ალკოჰოლია მთავარი წამყვანი
ერთ-ერთი ღვიძლის დაავადებების ამაზე თავისდადებება უჭერთ და თითქოს აკომპენსირება. აი არაერთ ჩემ პაციენტს ვთქვამს, როდესაც ვუხსნი რომ ალკოჰოლი არ მინდა, სამაგიეროდ თბორის ხორცარგიან. აი ეს ხშირად აქვთ, რომ რაღაც საკომპენსაციო ეძებენ უფრო აგილს თითქოს. ხო არ ფიქრობ რომ მან ჩემი აზრით ქართულმა პოსტსაბჭოთა სამედიცინო საზოგადოებაც მიქარა რა ხშირ შემთხვევაში და მაგას ვეუბნებ ხოლმე პაციენტს რომ კაი ხო და სიტყვაზე აი ღვიძლის დამცავები რომლებზეც ნუ არაერთხელ ვილაპარაკია რომ ეს ზოგადად პრობლემა არის არარსებული მედიკამენტების გასაღება რომლის ძირითადი მოტივი არის კორუფციული გარიგება ან ცოდნის ნაკლებობა რა კოპარიასა ამან ხო ეს ხო ექიმების საზოგადოების გამო იყო რომ პაციენტს გაუმრუდეს იმის მაგივრად რომ პირისპირ დამჯერყენ და ეს უსიამოვნო ცოტათი უსიამოვნო დიალოგი პაციენტთან ქონიათ რომ არა არსებობს წამალი ამაზე. ალკოჰოლს ანებებ თავს, ესაა წამალი, მორჩა. მე წამალი არ არსებობს. აი ამ სიტყვის თქმის ნაცვლად მოატყუეს და უთხრეს, აგერ წამალი არსებობს და იმ პაციენტს მე უკვე ტვინი გავუძინე, იმას გონია მართლა რომ რაღაც წამალი არსებობს და რაღაცით აგერ მომავალში ცოტას დაიზიანებს ღვიძლს, მე ცოტათი 6 თვე იმკურნალებს რაღაცა ღვიძლის დამცავით მე დაიზიანებს და პაციენტის წვენების სამწუხაროდ ფსევდოპროფესიონალებმა განაპირობეს, რომელიც მოდის ხა ზარწყება დღეს ეს პრობლემა რა, მოდი ძველიდან რა ეს პრობლემა რა. დღესაც გრძელდება. ხო. დასვართულებს რეალობას, იმიტომ რომ სოციმედიაც ემატება ყველაფერს, სადაც ასევე ძალიან ბევრი მითია. ჯანმრთელობის გარშემო და რაღაცნაირად პაციენტი უფრო მეტად დაბნეული და საბოლოო ჯამში ფრუსტრირებულია. ეს ღვიძლის დაცვა ტერმინი საერთოდ რაღაც ძალიან დამკვირვებელი. დაცვა ყველაფრის. აი დაცვა იყოს, აი ვინც უყურებს ამ პოდკასტს, აი რედ ფლეგები როგორ გავიგოთ რაღაცა რომ რაღაცა შეიძლება საეჭვაში მოვყო თავი და რაღაცის დამცავა და აგრესიულად ტვინის დამცავი და ყვებავი, ხო რა? და გულის ყვებავი, ტვინის ყვებავი, იმის დამცავი, ამის დამცავი. ხო რა? აი სულ ჯობია ვიეჭვთ რა. ეხლა მასე ყველა დამცავს შეიძლება ზოგი ეხლა მაგალითად პრაზოლებს და კუჭიბჟავიან შემცირებებს არასწორად ეძახიან დამცავს, მაგრამ აფერისტული წამალი ხო არ არის, მართლა წამალია რა, მართლა ბჟავიანობს ამცირ, სახელი აქვს უბრალოდ სასცილოს, ასე ეძახიან ხალხში ასე თორე რა, ექიმმა უნდა დაუწაყოს კუჭის დამცავი რა, ხო რა, თუნდაც რა. მაგას სხვა შორის კარგი იქნება თუ მაგ თემას სხვა პოდკასტის პარგლებში შეეხები, იმიტომ რომ ეგ სერიოზული პრობლემაა, ასეთი აი ხურდაში მეყოლებული წამლები რა. მეყოლებელი წამლები ერქვა, რომ ერთ წამალს ხო ეს არ მინახავს ეგ ეპიზოდი ხო რა? ხო ანტიფუნგალური საშუალებები. სამალი პრობიოტიკი, ანუ ერთ წამალს მოყვება 5. კუჭის დამცავი, ღვიძლის დამცავი, არ ვიცი ამ პრობლემას რა მეშველება თუ არა და ყველა პაციენტი ამას მოითხოვს და ყოველ ჯერზე თავიდან. რის გამო? მაინც არ მიჯერებენ აფთიაქში გამოატანენ ხოლმე ერთ 5 წამალს და ამ ერთ ჩემს 5 დღიან საწყალ პატარა ანტიბიოტიკს, რომელიც რეალურად მოყვება, არა გაუცნობიერებლად, მაგალითად ანტიფუნგალურებზე იქ ხელ რეზისტენტობა გქონდა. მაგ უნდა მეთქვა. და სიცოცხლის საშია რა? საავადმყოფოში სიცოცხლის საში кейსები ვიცი რომ დაფიქსირებულა რეზისტენტული ამ იმის სოკოს გამო რომელსაც არაფერმა არ უშველა. ზუსტად. მაგ დებილობის გამო რა ზუსტად. ხო, კიდე ალბათ ერთი. და ეგ ხო. აი არაერთად ხო რა, უნდა დავუყენო ჩემს სფეროშიც აქტუალურია. ჩემს სფეროშიც ხო რა, აი ტერმინი დაგიმკვიდრებია, იმიტომ რომ ჩემს სფეროში განსაკუთრებით ისაა, რომ პაკეტი ბუკეტით გადის გასტროენტეროლოგთან, არის რაღაცა 5 წამალი გაქვს რა, ანტაციდი, PPI, პრობიოტიკი, ენზიმი და რაღაცა კიდევ რა ვიცი მე, რაღაცა წამალი, რომ ეს უეჭველი არის ყველა პაციენტთან. პრობიოტიკს კიდე რა უჭირს და არა, ეს ყველა რა ჩამოთვალე წამლებია ხა ეგეთი ხო რა. ამდენ წამალთან ერთად საერთოდ არ შეიძლება, ხო? ვიცი, ზოგადად არ შეიძლება ხა ასე და ზოგადად არც უჭირდება და საერთოდ არ შეიძლება ადამიანები მივაჩვიოთ, რომ თითქოს რაღაცა მართლა პაციენტს გონია, მე პაციენტს კი არ უფრო მის ექიმებს და სამედიცინო საზოგადოებას და აი ამ ფსევდო აკადემიას ვაყენებ პასუხისმგებლობის ქვეშ, ვიდრე პაციენტს იმას გონია ხა რომ გავაჩეროთ ადამიანი, რაღაცა რომ უკითხოთ არასამედიცინო განათლების მქონე არასულელ, არაშტერ ადამიანს რა, ჩაულებრივ ადამიანს რო უკითხოთ, იმას მართლა გონია რომ კარგ საქმეს აკეთებს, როცა რაღაცა წამალს აყოლებს ამეებს რა ბარი. რატო გონია საიდან მოწ ხო ეს რწმენა, იმიტომ რომ ჩაუდეს თავში ჭკვიანი სახით რომ ის ვიღაცა ფსევდო პროფესორი და ელაპარაკება გადაცემებიდან რომ ეს თითქოს უეჭველი ასე უნდა იყოს, ასე მე ასე იმან უთხრა თავის შულს, ასე დაუნიშნა წამალი იმის შულს და ასე გადმოვიდა ეს ცოტნა და აი ეგ სერიოზული პრობლემაა რა. აი ერთი და მარტო ჩვენი პოდკასტი და ის არ ეყოფა მაგას და მუშაობა წლების რა მაგის ვკრევას რა. პრობლემები შემქნია მაგაზე. აი სამე მუშაობაში შემქნია პრობლემები. და ხო რა მაგაზე აი მიუხედავად იმისა რომ აი კომუნიკაციას ვცდილობ რომ უღრბილესი ისეთი არ ვიყო კატეგორიული რა შემდეგ ხო რაღაცა დონეზე ხა ხო აი მართლა არის რაღაცა პრეპარატები
რომელზეც მედიცინა კომპრომისებს უშვებს. აი ბარემ მოაყოლება. აი მე რომ მაგალითად ინგლისში ვიყავი, ნეიროგასტროენტეროლოგთან მქონდა ბედნიერება, რომ ცალკე აქვთ ფუფუნება, რომ იყოს ნეიროგასტროენტეროლოგი, გასტროფსიქიატრი, რა. რაც იღებდა გაზიანაწაულ სინდრომებს და მსგავს დაავადებებს მქონე პაციენტებს. და რო ვკითხე პრობიოტიკებს როგორ ნიშნავ თქო რა. პრობიოტიკები არის ჯგუფი ჯერ ვერ ჩამოყალიბებული მედიკამენტების, რაც სუბიექტურად ინიშნება რა. შეცდომად, მოდი ახლა ღვიძლის დამცავისგან განსხვავებით, მეც ვნიშნავ პრობიოტიკებს რა. და ყველა ინიშნება და ამ ხალხმა ზუსტად ასე მითხრა, რომ აი მართლა გულწრფელად, აი პირადი გამოცდილება რაც მაქვს, მაგას ვეუბნებიო პაციენტსო. ვეუბნებიო, რომ დაზღვევა არ დაგიფინანსებს ამასო ტყუილად და რა ვიცი, ფული თუ გაქვს იყიდე, თუ არ გაქვს, არაა ტრაგედია ხა ამას თუ არ დალევ, დიდი პრობლემა. როგორ გულწრფელად ვეუბნებიო ამას. და იმასაც ვეუბნებიო, რომ რა ცადოთ, არ დააზიანებს, თუ დაგვეხმაროთ ჯივლებს მარტოს, ხო, კაი. თუ არ და მეც მასე ვცდილობ ხოლმე მაგას. ეგ უფრო სწორია, რომ კაი ბოლოს და ბოლოს არაფერს დაგიშავს, მაგრამ ჩვენთან მე ვფიქრობ, რომ ცოტა გადავუფეთ ემას, მაგრამ პრობიოტიკებზე ერთი პრობლემაა კიდე, რომ ხარისხი არ ვიცით. ხო. და თუ ახლა კიდევ ვიძახი, ხო ბრიტანეთში ალბათ არ იქნება ლიცენზია. არის, კი, არის ძალიან კარგი ხარისხის ისინი რა. პაციენტში თუ ცუდი ხარისხის პრობიოტიკი. რაღაცა რას ამბობ, ხო. მასია და ბაზარზე არ დავასახელებ ახლა კომპანიებს რა პრობიოტიკებიც იყიდება, ამიტომ მან სულ მაგ გეთანხმები. თუ მაინდა-მაინც უნდა დალიოთ, მაშინ დასავლეთ ევროპული კომუნიკაციის გამოცდილი მაინც აბსოლუტურად გეთანხმები, მაგ იმას ვიგაუზიარებ აბსოლუტურად, იმიტომ რომ რაღაცეების ფუფუნება თუ აქვს ინგლისელ ლექციებს, რომ რაღაცები ასე თუნდაც ეს საუბარი კონდეს პაციენტთან. ჩვენ მაგის ფუფუნება არ აქვს რა. და ჩვენთან აი უფრო უნდა და ჩვენთან გაითვალისწინეთ, რომ პაციენტი ჯიბიდან ყიდულობს ყველაფერს რა. ხო და ახლა ჯიბი და იქ უმეტესობა ხარი 1 ფუნტია გადახდილი მარტო ჯიბიდან და მეტი არაფერი და აი იყიდეს 30 ფუნტს გადაიხდის თავის ჯიბიდან, არ დაიქცევა, მაგრამ აქ ახლა ისედაც ექიმის კონსულტაცია, კვლევები, ყველაფერი ჯიბიდან ეხეს და ახლა კიდევ წამალი ასე ხურდაში მიყოლებული, აქ კიდევ უფრო პასუხისგებლობით უნდა მიუდგეთ მაგას რა. ასე რომ გეთანხმები მაგ იმას ვიზიარებ აბსოლუტურად, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა შევამჭიდროოთ რაღაცეები რა. ბოლოსკენ მივდივართ და საუბრობთ ერთ თემას მინდა შევეხოთ. ძალიან ბევრი ჯაში არის დაკა ვეგეტარიანულ კვებასთან დაკავშირებით. მშობლებს ტრაგედიებს აქვთ გადაქცეული, ბევრი ახალგაზრდა ირჩევს ამ გზას. ზოგს თქვათ ეს შეიძლება ავით რა ცხოვრების ჯანსაღწესის ნაწილად მიაჩნია, ზოგს ცხოველებისადმი სოლიდარობის გამოხატულებად და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ უყვარს. იდეურად არ არის ვეგეტარიანული, უყვარს რა ასე ჯამს. ახლა მე ვცდილობ ხოლმე ჩემ პროფესია ნუტრიციოლოგია რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე არაერთხელ ჩემთან ოთახში გამართულა პოლემიკა მშობლებზე შვილებს შორის განსაკუთრებით და ვცდილობ ხოლმე რომ შეუბრილოთ და აუხსნა რომ ეს სულაც არა ტრაგედია და შეიძლება ადამიანი კი არა და სულიად მისაღები და ჯანსაღი ქცევა. ამაზეც რო ორი სიტყვა ვთხრა თქვენ როგორც ამსაიფეთ პროფესიონალი. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ვეგეტარიანული დიეტა იყოს ნუტრიენტულად დაბალანსებული. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება დაგჭირდეს დანამატი, მაგრამ უფრო ვეგანურ კვებაში გვჭირდება, სადაც არანაირი ცხოველური პროდუქტი არ არის და გასაღები ნუტრიენტები დანამატის სახით B12-ია ნომერ პირველი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. სხვა მხრივ, ვეგეტარიანული კვება აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ იყოს დაბალანსებული. და ნუტრიციოლოგის კონსულტაცია ერთხელ რეკომენდირებულია იმ მხრივ, რომ სწორად გაიწეროს უბრალოდ, რომ პაციენტს არ დააკლდეს არც ერთი საკვები ნივთიერება და თითოეულ კვებაზე მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება და ჩაანაცვლებს ხორცს. იმიტომ რომ ხანდახან ეს ხორცის და ცხოველური პროდუქტის ჩამნაცვლებელი პროდუქტები აკლდებათ ხოლმე რაციონში, რაც საბოლოო ჯამში რამაც შეიძლება რიგი პრობლემები, დისკომფორტები და პრობლემები გამოიწვიოს. ყველაზე კარგი ჩამნაცვლებელი ცხოველური პროდუქტის ცილის სახით თუ აქვს მაგალითად სოია, ოსპი, ლობიო, მუხუდო, რომელიც შეუძლიათ რომ გამოიყენონ ხორცის ნაცვლად ჩვეულებრივ კვების დროს და ნუტრიენტებითაც საკმაოდ კარგ პროფილს გვაძლევს. გარდა ამისა, ვეგეტარიანული კვება სხვათა შორის გამომდინარე იქიდან, რომ მასში არ გვაქვს ბევრი ნაჯერი ცხიმები, შეიძლება ჯანმრთელობასთანაც უფრო მეტად იყოს დაკავშირებული, იმიტომ რომ უფრო მრავალფეროვანია არის მცენარეული პროდუქტების სპექტრით და კვლევებიც გვაჩვენებს ამას, ასოციაციები არის ყოველ შემთხვევაში, რომ მეტაბოლურ დარღვევებთან უფრო ნაკლები რისკი აქვს ადამიანებს, ვინც ვეგეტარიანულ კვებას იცავს. ჩემი შვილიც ამ გადაწყვეტილებას დაადგა და ჩვენ ჩვენთან არ ყოფილა ამაზე გამართი და
კარგია. ბადე უნდა ვწევს ავტონომიას ადამიანებისას რა, გაწყვეტილების ავტონომიას. მან ყოველთვის მეც ხშირად მაქვს ესა და დედა, შვილი, მოზარდი და აბა აი ხორცი ჭამოს რო ხვდები რომ ამიტომ არის რა მოყვანილი და ჩემგან ამას ვერ ხედავე რა თითი უქლიო და ხორცი ჭამე დროს ხო მე დედა შეიძლება ცოტა ხო რა ცოტა ეწყინოს ხოლმე მაგრამ არ არის მასე რა ადამიანის იმან თუ გადაწყვეტილება მიიღო მისი მსოფლმხედველობის გამო არ ვიცი მანდ ვერ ჩავერევით ეგ არ არის ჩემი საქმე და ეხა ის რაღაცა როგორ წარმოუდგენია სამყაროზე როგორ ხედვა აქვს ამის გასწორება ეხა ექიმის საქმე არ არის ექიმის საქმე არის ეს ხო თუ ხარ ვეგეტარიანელი ვიღებ ამას მოცემულობა და ხო როგორ იყო ჯამთელი თორე ეხა არ იყო და იყო რაღაც ეგ არ აჭველი საქმე კიდევ დავამატებ რკინის საკითხს რაც ვფიქრობ ყველაზე მეტად სანერვიულო არის ხოლმე მშობლების მხრიდან რომ რადგან ხორცს არ ჭამს ბავშვი გოგო განსაკუთრებით რეპროდუქციულ საქმეში შეიძლება რომ მას დააკლდეს რკინა და თუ სიტყვაზე ფერიტინი აქვს დაბალი პირველი რჩევა რაც არის ხოლმე რომ ჭამოს ბევრი ხორცი რეალურად აი რომ დავითვალოთ ხომ დიეტაში და ყველა კვება სამჯერ ჭამს სიტყვაზე ადამიანი და ყველა კვებასთან მას აქვს ხორცი შეიძლება მაინც არ გამოვიდას 14 მილიგრამი რაც არის რეკომენდაცია რეპროდუქციული ასაკის გოგონებში ქვილს და სხვა პროდუქტებს კი, ამიტომ ასე დროს მით უმეტეს კარგი იქნება ნუტრიციოლოგის კონსულტაცია, თუ გოგონა არის რეპროდუქციულ ასაკში, ვეგეტარიანელია და გვაქვს ეს პრობლემა, დაეხმარება ნუტრიციოლოგი, რომ ისეთი კვების რეჟიმი შეუდგინოს, ისე შეუწყოს საკვები პროდუქტები ერთმანეთთან, რომ მას გამოუვიდეს მინიმუმ 14 მილიგრამი რკინა, რაც აბსოლუტურად შესაძლებელია ასე დროს. და ერთი კიდე ჩემ ზოგჯერ რაღაც მედიცინური პოსტები მაქვს ხოლმე ვერ ვიკავებ თავს და მე ძალიან ვაბრაზებ ხალხს, მაგალითად ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა რამაც გამოიწვია იყო სუპთან დაკავშირებით. ასევე სუპი პოლიტიკური მეტაფორა. მასე აღარა, ასე სუპთან ცოტა ფრთხილად ვიღაცა ასე. არის სტანდარტული ტექსტი ახლა. ბავშვები წყოს პაციენტები როგორც ინფექციონისტი და ძალიან ცუდად იკვებება და დაახლოებით ვიცი ხოლმე ოპერაციას რომ არ ჭამს სუპს და მშობლებები განსაკუთრებით ძალიან ნერვიულობენ ბავშვები ტანჯულის სახით და აი სუპზე გითხარით რატო არ არის სუპი აუცილებელი და სხვათა შორის მაგას მოვაყოლებ ჩემ პირად ისტორიას მე რატო გავხდი ნუტრიციოლოგი დავინტერესდი ნუტრიციოლოგიის სფეროთ იმიტომ რომ სახლში მომზადდა ისეთი დიეტური ბორში რომლის სუნიც იმდენად არ მესიამოვნა და ვიფიქრა რომ თქვი ნეტა ცხოვრების მანძილზე არ მომიწევს ასეთი დიეტა და დავინტერესდი ნუტრიციოლოგით და ბოლოს გავხდი ნუტრიციოლოგი და ვიტყოდი რომ ჩემთვის ძალიან ისეთი სუბიექტურად სასიამოვნო პროცესი არის ხოლმე, როდესაც პაციენტებს მომშვიდობ და ვეუბნები რომ შეუძლიათ წვნიანი არ ჭამონ და ეს სითხე და საჭმელი უბრალოდ ერთად მიიღონ. მუცელში მაინც სუპად ეგ ანუ მე მან როგორი კომუნიკაციის სტრატეგია მაქვს სუპზე. იცი რა ზუსტად მაგას ვუყურებ. ამ ფორმით თუ არ უყვარს კაცო არაა პრობლემა წყალი დავლიოთ 2 ლიტრი ხილი და ბოსტნეული ჭამოთ და სუპი გამოდის რა ხა იმისთვის სუპია იმან ხო მაინც უნდა დააკუცმაცოს ანუ ეს ხო საჭმელი მრავალფეროვანი და კულინარია ხო იმისთვის რომ საჭმელამდე მივიდეთ და მიგვიზიდოს თორე ორგანიზმის იშლება მიკრონუტრიენტებამდე ხო ეს ხო არის ხორცის ნაჭერი ხო არ შეიცვალება იმაში რა სისხლში და ხო არ მიდის მე რა ორგანოებში ვიღაცა მიწა კომენტარს ვაიმე რატომ არ მოესწრო ამ პოსტს ბებია ჩემ ცხოვრება რა გამომიწა არ მაგით ბევრი ადამიანი ისე აი ხა სალომესი არ იყოს რა ეს მართლა პროფესია აირჩია ამის გაბა და მართლა ასე ანუ ჯანსაღი ცხოვრება თუ ჯანსაღი კვება თუ ასოცირდება უგემურ კვებასთან იმას ადამიანი არ დაიცავს იმას ადამიანი უგემური და ჩვენი ტვინი თუ ამ ჰედონიზმის იმას ოფციას გამოურთავ და თუ კვებას მოაცილებ სოციალიზაციას სიამოვნებას და შემდეგ არ შეჭამ უბრალოდ კვება სასიამოვნო იმიტომ არის რომ ევოლუციურად ჩამოყალიბდა ასე რომ სასიამოვნო იყოს იმიტომ რომ გადავრჩეთ თორე რო არ ყოფილიყო სასიამოვნო არ გამოვკვებოდი და მოკდებოდი ასე დაალაგდებოდა იქ ყველაფერი რა ასე რომ ეგ უგემური არ ნიშნავს ჯანსაღს რა თან იქ ამდენი ნახარში ბოსტნეული ხო, ისა ეგეც ხო რა, ეგეც ვიდრე ცალკე მიღებული. მახსოვს ერთი მშობელი მეუბნებდა როგორც დიდი სტაფილოს ახრამუნებს და წყალს აყოლებს. მე ვთხარი არაჩვეულებრივი. ძალიან კარგია. კარგად იყვება. კი რა. ძალიან გაყურებული იყო. დღეს მე მგონი ჩვენ დასასრულისკენ მივდივართ. ვფიქრობ საინტერესო საუბარი გამოგვიდა, მაგრამ კიდევ უფრო გამოიკვეთა რომ კიდევ ბევრი თემა გვაქვს გასარჩევი და ვიტოვებას და თქვენ ჩამოგართმევთ პირობას რომ კიდევ გვესტუმრებით. შეგახსენებთ ეს არის პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა, YouTube-ზე გამოგვიწერეთ, გვიყურეთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და გემშვიდობებით შემდეგ პოდკასტთან.